სამი ნიშანი იმისა, რომ წონაში იკლებ, მაშინაც კი, თუ სასწორზე ციფრები არ იცვლება. ეს არის ის, რასაც ადამიანები არასაკმარისად აფასებენ და კარგავენ მოტივაციას წონის კლების დროს. პირველი ნიშანი თქვენი ტანსაცმელია. სასწორზე შეიძლება ციფრი არ იცვლება, მაგრამ თქვენი ჯინსი უკვე ტანზე მოსრულდა. წელი გამოგეკვეთათ, გრძნობთ სიმსუბუქეს და ენერგიას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ წვავთ კანქვეშა ცხიმს, რომელიც ბამბასავით მსუბუქია და სასწორზე არ ჩანს. მეორე ნიშანი თქვენი სახია. როდესაც დინამიკა სწორია, თქვენი სახე ხდება, უბრუნდება ძველ ფორმას და გარეგნობა ყოველდღე გეცვლება. მესამე ნიშანი ენერგიაა. როდესაც სხეული ცხიმს წვავს, ენერგია გემატებათ, გიუმჯობესდებათ განწყობა, გიქრებათ მოთხოვნილებად კბილის მიმართ. ეს ყველაფერი ცხიმის წვის ნიშანია. ამიტომ ნუ დანებდები მაშინ, როცა სასწორზე კლება არ არის. შეამჩნიე ეს ცვლილებები, განაგრძე პროცესი და აუცილებლად მიხვალ სასურველ შედეგამდე. თუ გსურს დაიკლო წონაში ცხიმის ხარჯზე, ისე რომ თან არ დაიზიანო ჯანმრთელობა და თავი იგრძნო კარგად, მე შემიძლია დაგეხმარო ამ საკითხში. ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერე პირად შეტყობინებაში, სადაც ჩვენ დეტალურად განვიხილავთ თქვენზე მორგებულ პროგრამას, რომლის საშუალებითაც 6-დან 8 კილოგრამამდე ცხიმის მოშორებას შეძლებთ თვის მანძილზე.